გაბარჯობოთ მეგობრებო. თქვენ ხართ ჩემი უთვარხზე და ახლა ვაკეთებ ვიდეოს თუ როგორ გავაკეთოთ ფსკერულის სიმძიმე. სიმძიმე კი არა და მონტაჟი. ბოდიში თმაპატით. და ერთი თხოვნა მექნება რომ ორი უბრალოდ რომ გამომიწეროთ და დამილაიქოთ ვიდეო. დაგჭირდება კიდევ აი ასეთი დაგჭირდება აი ასეთი კიდაც სქელი კიდაც წვრილი გააჩნია სადაც და როგორ თევზაოთ თქვენ თუ თევზაოთ მაგალითად ზამთარში და ცივ დღეებში მაშინ თქვენ გინდათ წვრილი ძუა და ზღვაში კი სქელს გამოიყენებთ უბრალოდ ჩვეულებრივად. კიდევ ზაფხულში თუ გინდათ თევზაობა, გინდათ წვრილი, გინდათ სქელი, ოღონდ ძალიან სქელის გამოყენება არ შეიძლება, თორემ თევზი სულ ურთხოვება და თუ გვინდა ჩვენ რომ კარგი და იდეალური იყოს ზაფხულშიც ჩვენ გვინდა ადგილთან დაკავშირებით რა ადგილია გააჩნია და რამხელა თევზებია, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ჩემ შემთხვევაში უბრალოდ ვიდეოს ვაკეთებ, რომ თქვენ ნახოთ როგორ გააკეთოთ ეს ფსკერულის მონტაჟი. დაგჭირდება 35 სანტიმეტრი ძუა. ეს უკვე ვთქვი, მე მგონი, თუ არა ვთქვი. და დაგჭირდება კიდევ ფსკერულის სიმძიმე, რომელიც დავკარგებ. აი ვიპოვე. ასე გავუყრით აქ. ვერ გავუყარე. აი ესე. გავუყარეთ. და ვაკეთებთ შემდეგ მოქმედებას. აი ასე. ესე გავაკეთებთ. ოღონდ ისოდეთ რომ კვანძები არ გამოჩნდება კარგად და ეგ იმასთან დაკავშირებულია რომ საშუალება არ მაქვს რომ მოვიყიდო კამერები და ტელეფონით ვიღებ რა. ახლა ეს რაღაცეება და ჩათვალოთ რომ აი მათხოვრობს და რაღაცაო. ხო არ გთხოვთ ეხლა რომ ფული მომეცით თქო. აი ესე გავწევთ და აი ამას ვაჭრით. აი მოვაჭერი უკვე. და ვაკეთებთ შემდეგ მოქმედებას. ახლა აი ასე დავდგავ ტელეფონს რომ გამოჩნდეს მხოლოდ ეს ძუა. ვაკეთებთ აი ასე. ესე. ხელები ეფარება გეთანხმებით. ორი წამით ამეხლართ, აი ეგ არის, გავხსენი. ჩვენ გავაკეთებთ აი ასე დავიჭერთ სადღაცას აი ასეთ სიგრძეზე და ჩვენ გავაკეთებთ ახლა შემდეგ მოქმედებას. აი ასე თითზე გადავიტრიალეთ. აქ რომ გვაქვს ძუა. ასე გამოვწიეთ და ეს უნდა შევიტანოთ აი ამ მრგვალში ეს მეორე მრგვალი ორჯერ, მხოლოდ ორჯერ. მეტჯერ არაა საჭირო. ესეც წაღან ვერ გავუყარე, ახლა სამჯერ არ ჩამითვალოთ. ესეც მეორე.
აი ეს. დაგტროლეთ. კაი, ახლა მართლა. ეს ვაკეთებთ, გადავატრიალეთ. ისევ იგივეს ვაკეთებთ, ზუსტად ოღონდ წეღან არ გამიყრია. ასე რაც გავაკეთეთ. აი ასე, გავუყრით ორჯერ ამ მრგვალში. და იცოდეთ ამის სიგრძე ამსახიერებს იმას თუ რა ხელა გექნებათ თქვენი ნემსკავის ზუა, სანემსკავო. ასე რაც გავაკეთეთ, შეგვიძლია უკვე დაუბრუნდეთ ჩვენ სადაც გვედგა ტელეფონი და მე კი ახლოს უნდა მოვიწიო. ახლა ამას ასე ვაჯვარედინებთ. ასე ხომ გადავაჯვარედინეთ. და რო გადავაჯვარედინეთ, აი ესე უნდა გავაკეთოთ, აი. ეს ხო არის ზუა. აი ესე ვიჭერთ და უბრალოდ აი ესე ვატრიალებთ. უადვილესია. აი ესე. და როცა გამოგვივიდა აი ასე ორივე მხარეს, აი ესე გავასწორო. ახლა ვიღებთ აი ჩანგელა გუნგეს. აი ესე. ასე რომ გავუყარეთ. ორი წამით. აი ხო. ასე რომ გავუყარეთ, ეს კვანძი უნდა ამოვიდეს აი ესე ზემოთ. და უბრალოდ ესე გავქაჩავთ. ოღონდ აი ესეთი რაღაცები რო აღმოჩნდება, აქეთკენ პატარა თუა და წვრილია, ასე გამოვწევთ. უბრალოდ აი ესე გამოვწევთ. აი ესე. გავქაჩავთ. გავწევთ. გამოვქაჩავთ და თვითონ გააკეთებს თავის საქმეს. აი, მეგობრებო, გამოგვივიდა ახლა ჩვენ სადონკეს ის მონტაჟი და ახლა რას ვაკეთებთ? ახლა ჩვენ აი ამას ვიღებთ, აი ამას და ვაჭრით აი ფრშხილს სადაც ვადებ, აი იქ ვაჭრით. მოვაჭრეთ და დაგიბრუნდებით. აი როგორც ხედავთ, მოვაჭერით. დაგვრჩა ესეთი პატარა ეს ვაფშე არაფერში არ შეგვიშლის, საერთოდ მაპატიეთ. და ჩვენ გვაქვს აი ესეთი მოწყობილება. ახლა აქ ვუკეთებთ ნემსკავს და ნემსკავის მობმასაც ახლა განახებთ. აი, ნემსკავი. და ვიღებთ ჩვენი მონტაჟის აი ამ ნაწილს, რაც მოვაჭერით. ოღონდ ორივეს არ ვაჭერით, ერთ მხარეს ვაჭერით, ეგ დაიმახსოვრეთ. აი ასე გადავკეცავთ. აი ასე. ასე დავიჭერთ. ნემსკავს ესე. ნემსკავსაც ესე ავიღებთ. ამ ძუას აი ასე გადავკეცავთ. და აი ამ გადაკეცილში რომ გვიჭირავს, აი ესე ვდებთ, აი. და რომ დავდეთ ნემსკავს გარშემო, ისე რომ აი ეს მრგვალიც ჩავაყოლოთ,
აი ესე ვახავთ. აქ თუ კარგად არ ჩანს, ჩემ უკანა ვიდეოში ნახეთ, იქ ჩანს კარგად. და აი მე მრგვალში ვუყრით. აუ ვერ გავუყარე. ეს შენი კიდე დაიწყეს ეს დამპლური თამაშები. დაიწყეს დამპლური თამაშები. და მას შემდეგ რაც ესე გავუყარეთ, აი ასეთი ის არ უშვებთ. გავქაჩავთ ესე, ისე რომ არ გაუშვათ ნემსკავს. ესე გავქაჩავთ. მე ნემსკავს გამოვწევთ პატარაზე. ძალიან არა რომ აი ესე არ მოგვივიდეს. ახლა ვერ გამოვასწორებ. მაგალითიც მოგიყვანეთ და აი ასე გავქაჩავთ, ცოტათი გამოვწევთ, დავქაჩავთ, შეგვიძლია კბილითაც და ახლა გავქაჩავ კარგად და დაგიბრუნდებით. ამასობაში გავქაჩე კიდეც და მოვაჭერი კიდეც და გამოგვივიდა აი ასეთი მონტაჟი. შვენიერი ფსკერული მონტაჟი. და ასე ავალთ და ავალთ. სადამდეც გვინდა აი. ახლა კი ვამთავრებთ ნელ-ნელა ჩვენ ვიდეოს. დაგემშვიდობებით. და ხვალე კიდევ ახალი ვიდეო გამოვა. თქვენ როგორც გინდათ. ოღონდ კარაბინის დაყენებაც და უკვე წავალ. კომენტარებში დაწერეთ რომელი ვიდეო გინდათ რომ გადავიღო და ახლა აი ასე რომ გავაკეთეთ. ისე ვატრიალებთ იმას რომ გავაკეთეთ. აი ამ კარაბინზე კი არა და ვერტლჟაგზე ვიძახი. ისე აი ასე გადავატრიალებთ. აი ესე. უკვე ვთქვი რომ ბევრი არ გვინდა. ასე გავუყრით ამ მრგვალში. გავქაჩავთ. აქ უკვე შეგვიძლია გავქაჩავთ ნემსკავისავით არ არის, იმიტომ რომ არ გავარდება. გავქაჩავთ ესე და აი ამას მოვაჭრით. მოვაჭრით და დაგიბრუნდებით. აი მოვაჭრი და ასეთი გამოგვივიდა. ამას ახლა ბევრჯერ არ ახსნი, რატომ გჭირდება, იმიტომ რომ დავიღალე. კარგად.